გამარჯობა. ეს არის ჩემი მეორე YouTube ვიდეო, სადაც ნახავთ ბარსელონას ზოოპარკს და ქალაქის ტურს. იმედია მოგეწონებათ. ვართ ბარსელონას ზოოპარკში, მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკზე არ გიჟდები. რაღაცების ნახვა მაინც მინდა, ფლამინგო მაინტერესებს უზომოდ და ასევე ჟირაფი, რომელიც რატომღაც მეგონა რომ ნანახი მყავდა. თან 100%-ით ვიყავი დარწმუნებული მაგაში. ფლამინგოები არიან ულამაზესები, თან ბევრი როა ერთად. ესე დადიან ხალხთან ერთად, ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა არ არის, ხან აქეთ არიან, ხან თავის გალიებში. Se ha visto y se ve la nube detrás. Ya, pero este ha sido un rayo. Este სამი ზებრა. ჩვენ ბავშვობაში იყო ფილმი, ქართულად გადათარგმნილი იყო ზოლიანა ერქვა. ვინმეს თუ გახსოვთ? ბოლოს მართლა ვნახე ჟირაფი. უსაყვარლესები და ულამაზესები არიან, უბრალოდ ცოტაები არიან აქ, რომ უწევთ ყოფნა. სპილო, რაღაცნაირად მოწყენილი მგონია ყველა აქ. ახები რამეს ესე უხდებოდა სახელი არ ვიცი. სანდრო წავიდა ვეფხვის სანახავად, მე არ მაინტერესებს, ძალიან დავიღალა. ერთი რაც მაინტერესებდა იყო ფლამინგო და ჟირაფი, ორივე ვნახე, შესაბამისად ახლა ვზივარ და ველოდები სანდროს. მე მაქვს წამოღებული ქურცუკი, ზემოდან დათბილული ჩასაცმელი, სანდბილად ვარ წამოსული, ხალხი დადის მოკლამკლავიანებით და შორტებით ალბათ გარშემოც ხედავთ როგორც დადიან. აშკარად ჩემშია პრობლემა, ესეთი მცივანა რო ვარ. ანუ რაღაც დაფრინავ და ეხლა მივდივართ ბარსელონას ტურზე. მოვედით ვაჭმევთ, მე გავიყინა და ვიყიდე შარფი. ვერ ვიგებ ხან ზაფხულია, ხან ზამთარია, დღეს ნაკვეთში რა სეზონია ვეღარ ვიგებ.
ნახავ სასტუმროში. ეს ბევრად უკეთესია. აბაზანა. ეს საპირფარეშო. Your house. ასეთი ჩვენი სასტუმრო, აქ ტრენაჟორები. ბარი. იქით ხალხია და არ მინდა რომ გადაუღო, შეიძლება არ შეამოვნოთ დიდად. განერო აი ბარსელონა დასასვენებლადაც არქიტექტურის დასათვალიერებლადაც და ის გადად ყველაფრისთვის არის იდეალური. ეხლა მეორედ ვარ და ორივე ჩამოსვლაზე ვარ აღფრთოვანებული და ეხლაც რომ მოვათვალიერებდი სანდროსთან ერთად რაღაცებს, მგონია რომ აქამდე არ დამითვალიერებია ზუსტად იგივე ემოციით დავდივარ ქუჩებში როგორც პირველ ჩამოსვლაზე. იდეალურად შეგიძლია დაისვენო როგორც აქტიური ცხოვრებით, ასევე 7 დასვენებაც შეგიძლია მოიწყო. ამისთვის მგონია, რომ კარგ შესაძლებლობას გაძლევს ეს ქალაქი ნებისმიერ გემოვნების ადამიანმა შეიძლება კარგად დაისვენოს აქ. ერთი რაც მინდა რომ თქვა არის ის, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს 2-3 წლის მერე უკან რომ მოვიხედავი, ძალიან მადლიერი ვიქნები და ვიტყვი იმას, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ესპანეთში წამოსვლით. არ ვიცი, შეიძლება ჩემი ოცნებებია და უბრალოდ გიჟური ფიქრები, მაგრამ მგონია რომ ბევრად სტაბილურად და კარგად ვიქნებით. თან გული მწყდება ამ ყველაფრის თქმა რომ მიწევს, მაგრამ საჭირო დროს მივიღეთ, მგონია ეგ გადაწყვეტილება მივხვდეთ იმისა, რომ არ მდომებია სადმე წასვლა, აბსოლუტურად არ ვოცნებობდი მაგაზე, რომ ეხლა სხვა ქვეყანაში ვიცხოვრო. მაგრამ ჩვენ ცხოვრებას რო ვაკვირდებოდი, საბოლოო ჯამში სანდროს მაგ ოცნებას დავთანხმდი, რომ სხვაგან გადავსულიყავით საცხოვრებლად. ჯერ ძალიან ცოტა ხანია მართლა 6 დღე არაფერი არ არის, მაგრამ აი ის მომენტი ჯერჯერობით ანუ არ დამდგარა, რომ აი აბა კარგია თუ ცუდია, ყველაფერი კარგია ჯერჯერობით, რადგან ანუ უბრალოდ ვათვალიერებთ, რაღაც კაფეებში, რესტორნებში შევდივართ და ისე როგორც ანუ ტურისტი ჩამოდის 6 დღე თუ ეხლა 6 დღეა რაც აქ ვართ, 1 კვირა თუ 10 დღე თუ 2 კვირა, ზუსტად ანალოგიურად ვართ ჩვენც, მაგრამ ნუ რადგან უკვე ვიცი, რომ ნუ კან არ დაუბრუნდებით 10 დღის და 2 კვირის შემდეგ, მანდედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ანუ მგონია, რომ კარგი იქნება ყველაფერი ეს 6 დღე, თუნდაც იმედღირდა, რომ მე უკვე დანახი მქონდა რაღაცაები აქ და სანდროს რო ვაკვირდებოდი, როგორი გაოცებული იყო არქიტექტურით, ხალხით და ზოგადად სიტუაციით, აქაურ სიტუაციით, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეხლა ისე ოთახში ავდივარ, ვაკვირდი რომ ცოტა გავისაირნებდი, თუმცა წვიმს. და აქ ისეთი წვიმებია, ერთი ყველაზე მაქსიმუმ 9 საათში გადაიღებს და შემდეგ გამოვალ. ერთ იტალიურ რესტორანში მასულობი, რაც აქ ჩამოვედით მე-1000 ჭამბოლონეზე, იმის გამო რომ უბრალოდ ესპანური სამზარეულო დიდად არ მომწონს, თევზი არ მიყვარს ეგრე დიდად ამ ბოლო დროს. და შევკვეთეთ ახლა ბოლონეზი და კარბონარა. ბოლონეზს მარტო მოცარელა დავამატე და სანდრომ დაამატა რაღაცაები კარბონარას. და იმედია გემრიელი იქნება, შეგიძლია აქ ინგრედიენტები შენით დაამატო, არჩიო. ეს ჩემი ბოლონეზა. მოკლედ ახლა ვართ ციტადელის პარკში. დღეს სანაპიროსაც ვიყავით გასულობი, მერე სასტუმროში დავბრუნდით და ისევ გამოვედით გარეთ.
აქ მოვედით დღეს ვიგრძნით მთელი კვირის დაღლილობა ძალიან ბევრი ვიარეთ, ბევრი რაღაც დავათვალიერეთ, ცოტა საბუთებიც გავაკეთეთ და ხვალ მივდივართ კიდე ერთ საბუთის გასაკეთებლად. ამის შემდეგ ორი დღე უნდა დავიცადოთ, 2-3 დღე და შაბათს უკვე გადავდივართ სხვა ქალაქში საცხოვრებლად. იმედია ძალიან კაი იქნება ის ქალაქიც, მოლოდინი ორივეს ძალიან კარგი გვაქვს. დღეს სანაპიროზე რომ ვიყავით გასულები, სანაპიროზე ბევრ რაღაცას ყიდიან. სასმელს გადასაფარებლებს, ვიღაც დადის მასაჟის გაკეთება ხო არ გინდა და ერთ-ერთი არის თმის დაწვნა. მე როგორც ადამიანი, რომელიც უარს ვერასდროს ვერ ვამბობ, ვერ ვეუბნავი ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ მინდა თუ არ მინდა, უარი ვერ ვუთხარი. ერთი ნაწნავი გავაკეთებინე. იმდენად უხეშად მიკეთებდა, რომ მეგონა რომ ვიღაცას თმებში ქონდა ხელი ჩაბღაუჭებული და მიმათრევდა და უკან რო ვიწევდი მანუ ტკივილის შესამსუბუქებლად, ეს წინ მწევდა რა ეს ქალი ვინც მიკეთებდა და ამ ერთ ნაწნავს ძლივს გაუძალ და მოკლედ მარტო ხوار დავიტანჯებოდი და უთხარი სანდროსთვისაც გაეკეთებინათ და 8 ნაწნავი გაუკეთეს, აი ისეთი სახეები ქონდა, მართლა არ ვიცი. უზომოდ მეტკინა თავი მართლა აი ამ ადგილას ალბათ რამდენიმე წუთი მткиო და ისე უხეშად მიკეთებდა აი ამ ერთ რაღაცას. ფუშტავით რო თამაშობს. ასეთი იყო ჩვენი ვლოგი. დროებით